წმინდა სინოდი ითვალისწინებს მის ცხოვრებას, სასწაულებს, რომლებიც აღესრულება მის საფლავზე და საყოველთაო სიყვარულსა და აღიარებას და ერთხმად ადგენს. არქიმანდრიტი გაბრიელი, ურგებაძე, აღიარებულ იქნას წმინდანად და ეწოდოს ღირსი მამა გაბრიელი, აღმსარებელი სალოსი. წმინდანა ჩერაცხვის დროს მართლმადიდებელი ეკლესია ითვალისწინებს რამოდენიმე ფაქტორს. ეს არის პირველ რიგში ჭეშმარიტი სარწმუნოება, ანუ რამდენად ჭეშმარიტი სარწმუნოების მიმდევარი იყო და რამდენად იყო მორჩილი იგი საღვთო დოგმატების, აღსრულებელი საღვთო დოგმატების დამჯერესამ და მორჩილი ამ საღვთო დოგმატების და რამდენად მისი სწავლება შეესაბამებოდა მართლმადიდებლურ სწავლებას. ეს ერთი და აუცილებელი პირობა. ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა და უმნიშვნელოვანესია წმინდა ცხოვრება. ადამიანი წმინდად ცხოვრობდეს. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ყურადღება ექცევა და შესწავლა ხდება, გამოძიება ხდება იმისა, იმ სასწაულებისა, რაც მოახდინა მოღვაწემ სიცოცხლეში და გარდაცვალების შემდეგ. მამა გაბრიელი, როდესაც შეირაცხა წმინდანად, მას ორი ზედწოდება განეკუთვნა, ეს არის წმინდა გაბრიელ აღმსარებელი და სალოსი. აღმსარებელი ნიშნავს იმას, რომ ეკლესიის დევნის დროს, სარწმუნოების დევნის დროს მან განიცადა დევნა სწორედ რომ სარწმუნოების გამო და შეინარჩუნა და მტკიცედ დადგა სარწმუნოებაზე. მეორე ზედწოდება გახლავთ სალოსი. სალოსი ნიშნავს ქრისტესთვის სულეს. ანუ ეს არის ასეთებად იწოდებიან ის ქრისტიანი მოღვაწეები, რომლებიც თავიანთი უდიდესი ღვაწლის დაფარვის მიზნით ადამიანებს თავს უცნაურად აჩვენებდნენ. ანუ სალოსობა ხდება თავდავლობის მიზნით. წმინდა ღირსი მამა გაბრიელი აღმსარებელი სალოსი, ერისკაცობაში გოდერძი ვასილისძე ურგებაძე, 1929 წლის 26 აგვისტოს თბილისში დაიბადა, ოჯახში, სადაც ქრისტეს ხსენება მკაცრად იკრძალებოდა. მამა ვასილ ურგებაძე კომუნისტური პარტიის წევრი იყო, რომელიც მეუღლეს უკრძალავდა ქრისტიანულ ცხოვრებას. მამა გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს. პატარა ბიჭმა ქრისტეს სახელი პირველად 7 წლის ასაკში გაიგო, რამაც მისი ჩვეული ცხოვრება სრულიად შეცვალა. თავის ოთახში შედიოდა და ხატების კუთხეში ხანგრძლივად ლოცულობდა. კენჭებისგან პატარა ეკლესიებს აშენებდა და შიგ ასანთის ღერებს ანთებდა. დედას ეშინოდა არავის შეენიშნა გოდერძის ამგვარი გატაცება, რადგან არ იყო გამორიცხული ოჯახი დაესმინათ ბავშვის კომუნისტური იდეოლოგიის საწინააღმდეგო დახსრდისთვის. 1959 წელს გოდერძი ვასილისძე ურგებაძე სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. სწორედ იქ ყოფნისა შეისწავლა მან ხუცური დამწერლობა. ხოლო 1955 წელს ჯარიდან დაბრუნებულმა საკუთარი სახლის ეზოში ეკლესიის აშენება დაიწყო. მამა გაბრიელი სხვადასხვა უსარგებლო ნივთებსა და ხატებს აგროვებდა, რომლებსაც ოჯახები კომუნისტური რეჟიმის გამო სახლიდან ყრიდნენ. ბევრჯერ სცადეს ხელის შეშლა, რამდენჯერმე ეკლესია დაუნგრიეს. თუმცა ის თავიდან აშენებდა. ეკლესიაში პატარა კელია გაიკეთა და იქ ცხოვრობდა. მძიმე მარხვების დროს მიწაში გამოთხრილ ოთახში ჩადიოდა. 1965 წლის 1 მაისს საბჭოთა საქართველოს საერთაშორისო მშრომელთა დღის აღსანიშნავად აღლუმს მართავდა, სადაც მამა გაბრიელმა ლენინის 12 მეტრიანი პორტრეტი დაწვა. დაკითხვაზე მამა გაბრიელმა განაცხადა, იქ უნდა ეკიდოს ქრისტეს ჯვარცმა და არა ლენინის სურათი. კრემლიდან გაიცა ბრძანება ბერის გაუსამართლებლად დახვრეტის შესახებ, რაც შემდეგ შეიცვალა უზენაესი სასამართლოს 1965 წლის განჩინებით. გოდერძი ურგებაძე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დასკვნა ნომერი 666. ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დასმული დიაგნოზის შედეგად ავადმყოფი ურგებაძე გოდერძი არის ფსიქოპატური პიროვნება, მიდრეკილი შიზოფრენიის მაგვარი ფსიქოზური ჩავარდნებით.
ავადმყოფს ორიენტაცია აქვს არეული ადგილში, გარემოში, დროში. თავისთვის ბუტბუტებს დაბალი ხმით. სწამს არსებობაზე ციური არსისა, ღმერთისა და ანგელოზებისა. კომუნისტური რეჟიმის მიერ გიჟად შერაცხულმა მამა გაბრიელმა ბოლომდე დაამარცხა ადამიანური პატივმოყვარეობა. ცხოვრების ბოლო წლები მცხეთის დედათა მონასტრის ტერიტორიაზე არსებულ კოშკში გაატარა. ძალიან არ უყვარდა, როცა ვინმე სტუმარი მოსული მის რაღაც ძველ ისეთ მნიშვნელოვან საქმეს მოყვებოდა ხოლმე, რომ მამა გაბრიელის რაღაც ან სულიერ არ ხორციელ განკურნებას ვინმესას ან რაღაც მაგვარს ბრაზდებოდა ხოლმე, რომ არაფრით არ უნდოდა, რომ ვინმეს მისი განდიდების საქმეებზე ელაპარაკა და თუნდაც ეს გაევრცელებინა და თუ იმ ადამიანს ვერ გააჩერებდა, მერე იშორებდა ხოლმე თავიდან, ან სენაკიდან გაუშვებდა, დაითხოვდა ხოლმე, მშვიდობით წარვედიო ეთყოდა და რაღაც ამდაგვარი არაფრით არ მოვასმენინებდა, არ ათქმევინებდა ბოლომდე, ეგრევე ხდებოდა, რომ დაიწყებდა რაღაცის თქმას. 1995 წელს ბერი მძიმედ დაავადდა. გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ გაბრიელ ბერი არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანა. იყო პერიოდი, მე არ მოსწრები მართალი გითხრათ მაგ პერიოდს, მაგრამ გადმოცემით ეს არ არის დაფარული და უამრავი მოწმენდა ადამიანი არსებობს, რომ მამა გაბრიელი დადიოდა ძირგავარდნილი კოკით, რუსთაველზე, ცენტრალურ პროსპექტებზე, ხალხის შესაკრებ ადგილებზე, სადაც უფრო დიდი რაოდენობის ხალხი მოძრაობს ქალაქის მასშტაბით, ძირგავარდნილი კოკით. და კიდევაც გადაგებდა, რომ ძირგავარდნილი კოკით იმიტომ დადიოდა, რომ ანუ ამას ხსნიდა რა ფორმით, რომ ეს ძირგავარდნილი კოკა უსიყვარულო ადამიანს გაავსო. რამდენიც არ უნდა ჩაასხაო, ძირიდან უკან გაუაო და ვერ დაიჭერსო. 1995 წლის 2 ნოემბერს არქიმანდრიტი გაბრიელი გარდაიცვალა. იგი ანდერძისამებრ ბერმუნაზნური წესით ჭილობში გახვეული დაკრძალეს. მამა გაბრიელის საფლავზე ჩაუქრობელი კანდელიდან აღებული ზეთი სასწაულებრივი კურნების თვისებით არის ცნობილი, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ. ეს ფენომენი მეცნიერულად დღემდე შეუსწავლელია. მთლიანობაში მამა გაბრიელი იყო სიყვარულის მოძღვარი. სულ სიყვარულზე საუბრობდა, სულ სიყვარულს გადაგებდა და ერთმანეთის და ღვთის სიყვარულისკენ მოგვიწოდებდა ყოველთვის. წმინდანად აღიარების შემდეგ საფლავი გაიხსნა და ნეშტი სამების ტაძარში გადაასვენეს. მორწმუნეთა ნაკადი არ ჩერდება. ყოველდღე ათასობით ადამიანი მიდის სალოცავად.